რას ნიშნავს მაღალ მთა? სხვადასხვა ადამიანმა შეიძლება სხვადასხვა შინაარსი ჩადოს ამ ტერმინში და ამიტომ ცხადია რომ ჩვენ უნდა გქონდეს განსაზღვრული კონკრეტული დეფინიცია იმისა თუ რას წარმოადგენს მაღალ მთა, ანუ ალპები. ამისთვის ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი გარემოება, რომ თითქმის ყველა მთაში, იქ სადაც ტყე არის წარმოდგენილი, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ზამთარში, როცა თოვლი ბევრია და ეს ტყე შავი ფერით გამოირჩევა. აი ტყის ზედა საზღვრის ზემოთ მდებარე არეს თავისი მწვერვალების ჩათვლით ეწოდება მაღალ მთა, ანუ ალპები. ალპები და მაღალ მთა არის სინონიმი, მაგრამ აქაც არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში სიტყვა ალპები და ევროპის ალპები, ანუ ევროპის ყველაზე დიდი მთათა სისტემა და ამიტომ იმას მთებს ეწოდებათ ევროპის ალპები, ხოლო ალპები ზოგადად მაღალ მთის აღნიშნელია. რას ნიშნავს თვითონ სიტყვა ალპ? მიიჩნეოდა, რომ ეს ტერმინი წარმოიშვა ლათინურიდან და ნიშნავს თეთრს ან თოვლით დაფარულს, სიტყვიდან ალბus, რაც თეთრის სინონიმია, როგორცაც ხედავდნენ ძველი რომაელები ჩრდილოეთ იტალიის თოვლიან მწვერვალებს. დღეს ლინგვისტები თვლიან, რომ ეს დამთხევა არის და უბრალოდ დამთხევა და სავარაუდოა, რომ მისი წარმომავლობა პრერომანული იყოს. ალპ ან ალბიდან, რაც ზოგადად არის მთის აღნიშნული. ბასკების ძველ არაინდოევროპულ ენაში ალპო მთის კალთებს ნიშნავს. ალპებში ფერმერები ტრადიციულ ტერმინს ალპე, ალპეს რომანულ ენებში, ალპ შვეიცარიაში ან ალმ ავსტრიასა და ბავარიაში გამოიყენებდნენ ტყის ზედა საზღვართან ან მის დაბლა მდებარე ზაფხულის საძოვრების აღნიშვნებად. აი ეს არის მოკლედ ალპების ტერმინის სიტყვა ალპების შესახებ. ეხლა რას ნიშნავს ალპური სასიცოცხლო ზონა? აქ არის გამოხატული მთის ფერდობი და ასე დიდი ხნის მანძილზე ასე იყო მიჩნეული, რომ იქ სადაც ტყე თავდება, იმ ნაწილს ეწოდება მთის ტყის ზედა სარტყელი, აი ესე. შემდეგ ტყის ზედა საზღვართან ახლო მდებარე ტყის ჩათვლით და უკვე სუბალპური მდელოების ჩათვლით ამას ეწოდებოდა სუბალპური სარტყელი, რის შემდეგაც იწყებოდა ალპური სარტყელი, აქ მხოლოდ ბალახოვანი მცენარეულობაა და შეიძლება იშვიათად ბუჩქები შეგვხვდეს, რასაც მოყვება სუბნივალური სარტყელი, უკვე ძალიან ახლოს მუდმივ თოვლთან და ყინულებთან და ბოლოს უკვე მწვერვალების საზღვარამდე, სუბნივალურიდან მწვერვალების საზღვარამდე ეს არის ნივალური სარტყელი. მაგრამ ამისგან ცოტა განსხვავდება თანამედროვე შეხედულება. თანამედროვე შეხედულებით არეს ტყის ზედა საზღვრიდან დაწყებული და ჩათვლილი აი ამ მთის მწვერვალებით ჩათვლილი, ამას ყველაფერს ეწოდება ალპური სასიცოცხლო ზონა. ალპური სასიცოცხლო ზონა კარგად არის გამოხატული, ეს გახლავთ ინსბრუკი, სადაც მაღალთის მცენარეთა ეკოლოგია, ასე ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, როგორც მეცნიერება დაიბადა, ეს ქალაქია და აი აქ დიდი ქედი გადის, რომელიც ყოფს ავსტრიასა და გადაღმა არის უკვე გერმანია, ბავარიის მხარე. აი აქ კარგად ჩანს სწორედ ეს ალპური სასიცოცხლო ზონა. ნივალური სარტყლის ჩათვლით, ალპური ზონის ჩათვლით და ტყის ზედა საზღვრის ჩათვლით. ამ დიაგრამაზე მოცემულია დაახლოებით ის მცენარეულობა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს მაღალ მთაში სხვადასხვა სიმაღლეზე. დამუშავებული მინდვრები, სასოფლო-სამეურნეო კულტურებით, მეორადი მდელოები ან
ტყის ფრაგმენტები ეს შეიძლება მთის დაბალ სიმაღლეებზე შეხვდეს. შემდეგ უფრო ზევით აქ უკვე ხელუხლებელი ტყეებია ან ტერასირებული ფერდობები ხშირ შემთხვევაში, სადაც ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურები არსებობს. ამის შემდეგ ალპურ ზონაში ტყის ზედა საზღვრიდან თოვლის საზღვრამდე მხოლოდ მდელოები და იშვიათად ბუჩქები გვხვდება, რის შემდეგაც იწყება ნივალური ზონა, აქ მცენარეულობა არის ძალიან ცოტა, გაიშვიათებულია მცენარეულობა და ამიტომ თითო ორ-ოლა სახეობას შეიძლება შევხვდეთ იქ. მაღალმთის მცენარეულობა წარმოადგენს დედამიწის იმ ბიოგეოგრაფიულ ერთეულს, რომელიც გლობალურადაა გავრცელებული მთელს დედამიწაზე. და დამოკიდებულია რა სიმაღლეზე, ის შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ განედზე. აი, აქ მოცემულია ესე იგი დიაგრამა, ეკვატორი 0 გრადუსი და ეკვატორიდან ჩრდილოეთით და ეკვატორიდან სამხრეთით. როგორც ხედავთ, მთები ამ დიაგრამების სიმაღლეები გამოიხატება ამ ღერძით, ანუ ყველაზე მაღალია ჰიმალაები 8000-ზე მაღალი მოგეხსენებათ და სხვადასხვა ფერი აღნიშნავს ალპურ ზონას, მუქი ფერი აღნიშნავს ალპურ ზონას, ხოლო უფრო ღია მომწვანო ფერი აღნიშნავს მთის ზონას. ალპური სასიცოცხლო ზონა და მთის სასიცოცხლო ზონა. აი ის რომ ალპური სასიცოცხლო ზონა შეიძლება ნებისმიერ განედზე იყოს მოთავსებული, განლაგებული, ეს პირველად შემჩნეულ იქნა მთის შედარებითი ეკოლოგიის კონცეფციის ფუძემდებლის მიერ ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის მიერ. როგორ არის დედამიწის განედებზე განაწილებული ალპური ზონა? თვით გლობალური ალპური ზონა, ანუ მთელი დედამიწის მასშტაბით, აი ამ ზონის 30% არის მცენარეებით დაფარული. დანარჩენი 70% მცენარეებით არ არის დაფარული, ეს არის შიშველი კლდეები, ნაშალი ფერდობები, ეს არის მუდმივი თოვლი და ყინულები და მყინვარები. მცენარეულობით დაფარული მაღალმთის მთლიანი არეალი დედამიწის მასშტაბით არის 4 მილიონი კვადრატული კილომეტრი, ანუ დედამიწის მთელი ზედაპირის დაახლოებით 3%. ამ დიაგრამას თუ დაუკვირდებით, აი ზედა მხარეს მოცემულია განედის ყოველი 10 გრადუსიანი ინტერვალის ფარდობითი წილი მთლიან ფართობში. და ძალიან საინტერესო კანონზომიერებას ვნახავთ. პირველი, რომ ეკვატორის მიდამოებში ალპური ზონის ფართობი, მისი მოცულობა მცირეა და თუ შევადარებთ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრად მცირე, მაგრამ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ალპური ზონა გაცილებით სჭარბობს სამხრეთ ნახევარსფეროს ალპურ ზონას. და ციფრებით ეს ასე გამოისახება 82%-ია ჩრდილოეთში და მხოლოდ 18%-ზე ნაკლები გამოდის სამხრეთ ნახევარსფეროსათვის. არქტიკული და სუბარქტიკული და ანტარქტიდული ალპური რაიონები, ანუ აი დაახლოებით აქ, მოიცავს გლობალური ალპური ტერიტორიის 23%-ს. ცივი ზომიერი ალპური ტერიტორიები 32%-ს, ხოლო თბილი ზომიერი ან ნემორალური ალპური ტერიტორიები 29%-ს. როგორც აღნიშნეთ, ტროპიკული და სუბტროპიკული არის ყველაზე მცირე 16%.